მსოფლიოს ყურადღება მიუნხენის კონფერენციისკენაა მიმართული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უკრაინის თემა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და სახელმწიფო მდივანი რუბიო. წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იმითაცაა გამორჩეული, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გლობალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ძვრებია. ეს კონფერენცია წინ უძღვის ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელ შეხვედრას. ასევე უკვე ცნობილია შეერთებული შტატების გეგმად წოდებული ვარიანტი, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს გეგმა დიდი დისკუსიის საგანია. დღის წესრიგშია ევროპის როლზე მსჯელობაც სხვა გლობალურ გამოწვევებთან ერთად. მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ყოველთვის ქვეყნდება ანგარიში, ასე იყო ახლაც. წელს დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება გააჩნევებს მოსკოვს, გააძლიეროს ეს თავდასხმები და განახორციელოს თავისი იმპერიული ამბიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამავე დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც. საქართველოს პრორუსული მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სახალხო აჯანყება, რომელიც გამოწვეულია მისი გადაწყვეტილებებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და ასევე 2024 წლის არჩევნებში მომხდარი დარღვევებით. ამასთან აღნიშნულია, რომ პუტინის რეჟიმი უკვე ავრცელებს ბირთვულ საფრთხეებს და ახორციელებს აგრესიულ ჰიბრიდულ შეტევებს ევროპის ქვეყნებზე, არჩევნებს ჩარევის ჩათვლით, როგორც ეს ახლახან მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გამოჩნდა. მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ივანიშვილის რეჟიმი არც ამ საერთაშორისო ფორუმზე მიიწვიეს. პრეზიდენტის გამოსვლა, რასაც კითხვა-პასუხის რეჟიმი მოხვება, დაახლოებით 9 საათში უფრო მცირე დროში დაიწყება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიუნხენის კონფერენციის ამ ნაწილს პირდაპირ ეთერში სრულად შემოგთავაზებთ. ზურაბიშვილი გამგზავრებამდე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შეხვდა და მათ პოზიციებს პარტნიორებს გადასცემს. მოკლედ მიმოვიხილოთ, რა არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება 1963 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობენ პოლიტიკური, ფინანსური, სამხედრო და არასამთავრობო სექტორის ლიდერები. გავხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მიუნხენის კონფერენციიდან, მისი ისტორიიდან 2007 წელს სწორედ ამ ფორუმზე წარმოთქვა ვლადიმერ პუტინმა თავისი ცნობილი სიტყვა. ეს გამოსვლა მიიჩნევა რუსეთის დეკლარაციულ განაცხადად დასავლეთის წინააღმდეგ, მის ერთგვარ წინასწარ გაცხადებულ გეგმად. რა მიმართულებას იღებდა კრემლი? ყველაფერი, რაც კი დღეს მსოფლიოში ხდება, სწორედ უნიპოლარული სამყაროს ცნების დანერგვის მცდელობის რეზულტატია, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. ეს იყო ღია პრეტენზია გავლენის სფეროებზე. მიუნხენის კონფერენციაზე მან დასავლეთის წინააღმდეგ მწვავედ გაილაშქრა. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა პუტინის იმ გამოსვლაში იკითხებოდა, მათ შორის ომი საქართველოში 2008 წელს, ომი უკრაინაში 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს. თუმცა მცირე ისტორიული ექსკურსიდან ახლა დავუბრუნდეთ ისევ წლევანდელ კონფერენციას, რომელშიც, როგორც გითხარით, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ლუკა ხაჩიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში და უფრო მეტს გვეტყვის. ლუკა, რა ძირითად აქცენტებს უნდა ველოდოთ დღეს პრეზიდენტის გამოსვლაში? ხომ პრეზიდენტი იქნება საქართველოში მიმდინარე უპრეცედენტო პროტესტის ხმა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმიდან და პრინციპში ეს ნათელი გახდა მიუნხენში გამგზავრებამდე შეხვედრებით და თბილისში გაკეთებული განცხადებებიდანაც. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე, რომლებსაც როგორც თავადვე ცოტა ხნის წინ დაგვიანონსა, აპირებს რომ უწოდოს თავისუფლებისთვის მებრძოლები, ანუ freedom fighters. ამ ფორმულირების გამოყენება შემთხვევითი არაა, ეს საერთაშორისო ტერმინია და ასახავს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან წინააღმდეგობის მოძრაობაში, ჩაგვრელი და არალეგიტიმური ხელისუფლებების წინააღმდეგ. ტყვეობის გარდა კიდევ როგორც ცდილობს პროდასავლელი ხალხის გატეხვას რეჟიმი, პრეზიდენტი დიდი ალბათობით ისაუბრებს ძალადობის, წამების აქამდე უპრეცედენტო შემთხვევებზე, რომელთა შემოქმედიც ორგანიზატორი არის პირადად რეჟიმი, რომელიც ამ დრომდე დემონსტრაციულად არსჯის დამნაშავებს. ძალიან დიდი ალბათობით მოვისმენთ მოწოდებას დასავლეთის მიმართაც, რომ იყოს უფრო აქტიური ქართველი ხალხის მხარდაჭერის საქმეში. სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში უკვე შეხვდა რამდენიმე ევროპელ ლიდერს და როგორც ჩანს, კიდევ იგეგმება აუდიენციები, თუმცა ვისთან ეს ჯერჯერობით არ ზუსტდება. პრეზიდენტი უკვე ესაუბრა ლატვიელ კოლეგას, სადაც როგორც ჩანს, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ახალი არჩევნები, რასაც უნდა ითქვას, რომ რიგა მხარს უჭერს თანაც ღიად. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროპოლის ხელმძღვანელსაც, დისკუსიის თემა იყო რეპრესიული კანონები აქ საქართველოში და ასევე ოფშორების შესახებ კანონიც. ზურაბიშვილის შეფასებით ეს მოვლენების შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ევროპოლსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას. პრეზიდენტი ესაუბრა
უკრაინის პირველ დიპლომატს. სალომე ზურაბიშვილი არის კონფერენციის პირველი დღის სპიკერებს შორის ესპანელი, რომელიც მალე დაიწყება და მაყურებელი მას თვალს მიადევნებს პირდაპირ ეთერში. იქნება ერთგვარი ინტერვიუ და შემდეგ კითხვა-პასუხი თომას დევაალის მოდერატორობით. ის კარნეგის ფონდის ევროპის ფილიალის უფროსი მკვლევარია და ძალიან კარგად იცნობს რეგიონ საქართველოს და ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებსაც. რას წარმოადგენს ივანიშვილის გარშემო ხალხი დღეს ეს კონფერენციის მონაწილეებმა უკვე იციან ღონისძიების გახსნამდე ტრადიციულად გამოქვეყნდა უსაფრთხოების ანგარიში. ამ დოკუმენტში ივანიშვილის გუნდი შეფასებულია პრორუსულად და ანგარიში პროგნოზირებს, რომ კრემლის გავლენა სწორედ ხალხის პროტესტის გამო შეიძლება საქართველოში შემცირდეს. ისევე როგორც ეს მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველო და აქ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დოკუმენტში დასახელებულია რუსული ჰიბრიდული ჩარევის მაგალითად. ანგარიში ამ შინაარსით ერთგვარი სამაგიდო დოკუმენტია კონფერენციის ყველა მონაწილისათვის. პუტინის რეჟიმი უკვე იყენებს ბირთვულ მუქარას და აწარმოებს აგრესიულ კიბერთავდასხმებს ევროპულ ქვეყნებზე, არჩევნებზე გავლენის მოხდენის ჩათვლით. ისე როგორც ეს ახლახან ვნახეთ მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში. რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ უფრო გააძლიერებს მოსკოვის ამ შეტევებს და მისცემს მას შესაძლებლობას მიაღწიოს თავის იმპერიულ ამბიციებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. რუსეთმა დაკარგა გავლენა სომხეთში, როდესაც აზერბაიჯანის ჯარი შევიდა მთიან ყარაბაღში და რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად სომხეთს არ დაეხმარა. შედეგად სომხეთი გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან. რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 2024 წლის დეკემბერში შემთხვევით ჩამოაგდეს აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი, რის შედეგადაც ბორცვზე მყოფი 38 ადამიანი დაიღუპა. რუსეთს კი აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაეძაბა. რუსეთის გავლენა შესაძლოა შემცირდეს კიდევ ერთ კავკასიურ სახელმწიფოში, საქართველოში, სადაც პრორუსული მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სახალხო პროტესტი, რომელიც გამოწვეულია მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და ასევე დარღვევებით 2024 წლის არჩევნებში. გასული წლის ამ დოკუმენტში ივანიშვილი სახელობითად მოხვდა 2024 წლის ანგარიში ეწერა, რომ ის პრორუსი ოლიგარქია, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირს აშორდა. რეჟიმის წარმომადგენლები მიუნხენში მიმდინარე ამ კონფერენციაზე არც კი დაპატიჟეს, ის ივანიშვილის გუნდის დასავლეთისგან იზოლაციის კიდევ ერთი დასტურია. რაც ჩანს, რომ შეუქცევადი პროცესია, რეჟიმის წარმომადგენლები არ დაპატიჟეს არც დავოსში.